ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ასრულებს თელავში და წყალტუბოში გამწყვეტი ნაგებობის მშენებლობას, რომლის მხარდაჭერი გახლავთ მსოფლიო ბანკი და სიდა. აღნიშნული პროექტის ღირებულება დაახლოებით 9 მილიონი დოლარია ამ ორივე პროექტის. ახლა ჩვენ ვიმყოფებით წყალტუბოში გაერთიანებული წყლის კომპანიასთან ერთად. ნახეთ მიმდინარე სამუშაოები, როგორც ხედავთ, უკვე დასრულების ფაზაშია აღნიშნული ობიექტი და შემდგომ უკვე გადაეცემა წყლის კომპანიას მართვაში. წყალტუბოში დასრულების ფაზაში არის წყალარინების გამწვევი ნაგებობის მშენებლობა. აღნიშნული პროექტი განახორციელა მუნიციპალური განვითარების ფონდმა, რომელიც უახლოეს დღეებში, ესე ვთქვათ, დასრულდება და გადმოგვეცემა წყალმომარაგების კომპანიას. კომპანია ჩვენის მხრივ ვასრულებთ წყალარინების კოლექტორის მშენებლობას, რომელიც დაუერთება აღნიშნულ გამწვევ ნაგებობას და უკვე ეს ობიექტი წლის ბოლოდან სრული დატვირთვით შევა ექსპლუატაციაში. ასევე წყალმომარაგების კომპანია მომავალი წლიდან გეგმავს პროექტის შესყიდვას მთლიანად წყალტუბოს მოსახლეობისათვის წყალარინების ქსელის და აღნიშნული პროექტის დასრულების, პროექტირების დასრულების შემდგომ, რა თქმა უნდა, კომპანია განახორციელებს მთლიანად წყალტუბოს მოსახლეობის წყალარინების ქსელის მშენებლობას. Thank you.